დღეს ჩვენ ვართ ერთმანეთის დამცველები საქართველოში და დღეს ჩვენ პირობა გვაქვს დადებული რომ ყველას გასაჭირზე ვლაპარაკობთ, ხო? და ჩვენ ვაძლიერებთ და ერთმანეთს და ვასუსტებთ რეჟიმს და სისტემას. და ეს მომენტი ჩვენ ძალიან ბევრი მორალური გამარჯვება ვნახეთ ამ პროცესში ხალხის. იმიტომ რომ შეუძლებელია სინამდვილეში იმ ხალხს, რომელიც მოვა, აი ამას ვეძახი მე მოსვლა, ხალხის მოსვლა, რასაც ჩვენ ხედავთ რუსთაველზე ყოველდღე, ხო? ხალხი მოვიდა. აი როცა მოვა ხალხი, შეუძლებელია რომ იმ ხალხს რამე დააკლოს, ვერც ერთი რეჟიმი ვერაფერს ვეღარ დააკლებს და უკვე აღარაფრის ხალხს აღარ ეშინია, იმიტომ რომ და ჩვენ ეს არაერთხელ გვაქვს ნანახი საქართველოს ისტორიაში, როგორ არ ეშინია ხალხს, იმიტომ რომ მათი სიკვდილიც კი არ არის საშიში, აი სიკვდილისაც კი აღარ ეშინია რაღაცა მომენტში, იმიტომ რომ იმხელა აზრი აქვს იქ ყოფნას და იცის რომ ის არასდროს არ გაქრება, არასდროს არ დაიკარგება, მისი სახელი არ გაქრება, მისი საქმე არ გაქრება, ის მარტო არ არის, ანუ აქედან გამომდინარე. აი ეს არის რაც გვაძლიერებს, ეს არის რაც ქმნის აი ამ ბრძოლის ჟინს და მუხტს და საბოლოო ჯამში აუცილებლად გამარჯვებით მთავრდება ესეთი ჟინი და ესეთი მუხტი